მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო, თქვენ უყურებთ მორიგ ვლოგს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შესახებ და ჩვენს უკან სულ რამდენიმე წუთში დაიწყება გაგრასა და იბერია 1999-ის მატჩი. მივხვდები რეზისთან ერთად. ეს კიდეც გვაკლია, თუმცა ვართ პირველად სხვათა შორის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც იბერია კი არა და გაგრა პირველად ვარ გაგრას თამაშს. პირველად ვარ. ესე იგი ახალი კლუბი გვყავს დღეს მოკლედ. ეს ერთი და მეორე გაგრა პრინციპში საშინაო თამაშებს ატარებს ამ სტადიონზე. ჩვენ ვიცით ხო გაგრას ისტორია. რეალურად კი ბატონო, შესაბამისად გაგრა რეალურად უნდა თამაშობდეს იქ, სადაც სამწუხაროდ არ გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩავიდეთ, თუმცა იმედს ვიტოვებთ რომ იქაც აუცილებლად ჩავალ და აუცილებლად გადავიღებთ ვლოგს. მოკლედ გაგრას ადგილი არის ბუნებრივია აფხაზეთში და შესაბამისად იმედი დავიტოვოთ რომ მალე მოხდება ის რომ გაგრა საშინაო მატჩებს ითამაშებს საკუთარ მოედანს. რა შეიძლება ითქვას სატურნირო ცხრილზე? ხო, გაგრამ ვერ დაიწყო კარგად. ბოლოს წინ ადგილზეა, მეცხრე ადგილზეა, მაგრამ იბერიასაც ვერ ვიტყვით რომ ესეთი საჩემპიონო სტარტი აქვს. მოგება ფრედა წაგებას. თანაბრად აქვს დააწყებული, როგორც საქართველოს ჩემპიონატ ჯერჯერობით არაულია, თორე რამდენიმე ტური გადაიდო, რამდენიმე გუნდს გადაედო პირველი ტური, რომელიც წინა სააღდგომოდ ჩატარდება და ამიტომ ჯერ ცხრილი არ არის ესეთი დასტაბილურებული სახე არ მეუღია, ამიტომ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხრილის მეორე ნაწილის გუნდები ხდებიან ერთმანეთს. ხო, პრინციპში პარალელურად დღეს საერთოდ ტურის დღეა საქართველოში და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პარალელურად თამაშები რაც მიმდინარეობს, იმის გათვალისწინებით ამ მომენტისთვის მოკლედ მეშვიდე და მეცხრე ადგილოსნები ხდებიან ერთმანეთს. ძირითად შემადგენლობებზე უკვე გვაქვს ეს ინფორმაცია. პირველი ალბათ რაც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად არის ის, რომ ბარქიშვილი არ არის, ძირითადად ხაჩიც კი საერთოდ არ არის და იბერიას მხარეს ძირითად შემადგენლობაში იწყებს ვახო ბედოშვილი პირველად მე მგონი ამ სეზონში, ხო? გაგრას რაც შეეხება, ანდერსონი ფაქტობრივად საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი, მათე სინცაძე, გუნდის კაპიტანი. მოკლედ გაგრა მებრძოლი გუნდია, ველით კარგ თამაშს. იმედია და გოლებს ველოდები. ხო, დღეს შედეგიანი ტური გამოდის. ზუსტად. ანუ ვერაუდეთ, თორე ნუ მინიმუმ 3 გოლი ყველა თამაშში გავიდა და ნუ აქაც იმედი გქონდეს რომ მინიმუმ 3 გავა. აუცილებლად უნდა გთხოვოთ რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და კომენტარებში დაგვიწეროთ რომელ გუნდს ვეწვიოთ. იბერიას აგრესიულმა და სწრაფმა სტარტმა მალევე გამოიღო შედეგი და კარგი ამბავი ის მაქვს, რომ პირველი გოლი ვნახეთ ღია თამაშიდან. კი. ანუ ერთი პენალტი ქონდა ნანახი. სხვა შორის ეგეც იბერიას გოლებს ხედავთ. იბერიას გოლებს ხედავთ. იბერიამ უნდა ვთქვათ, რომ აგრესიულად დაიწყო. ქონდა, ანუ უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა. ბაქარქარდავამ გაიტანა, მაგრამ ჩორეული დარტყმა. მეკარის შეცდომაა. მეკარის შეცდომა იყო აშკარად, იმიტომ რომ ჩვენ ისე მოგვიწია პირველ ტაიმში, რომ გაგრას კართან უფრო ახლოს ვართ და ნუ წინ დაუხტა ბურთი, რაც მეკარეებისთვის ძალიან უხერხული რაღაცაა და ნუ მოკლედ ისე მიდის საქმე, რომ იბერია საკმაოდ სწრაფ დომინირებს თან, ნუ თითქმის 70% ქონდა ბურთის ფლობა ხო ჩავხედეთ, თამაში ძალიანად გაგრას ნახევარზეა. და აი პირველი დარტყმა იყო კარებში ის ორიდან და ნუ მეკარე შეცდა 1-0-დან ნახოთ. მე მგონი უკეთეს თამაში უნდა გახურდეს ამ გოლის შემდეგ. ხო, ჯერჯერობით როგორც ხედავთ, აი იბერი არ ჩერდება საკუთრხულსაც აწვდიან და ის უნდა ვთქვათ გაგრაზე, რომ ბევრი ლეგიონერი ყავთ. ხედავთ ბრაზილიელებს, ხედავთ უკრაინელებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გაგრა ცალსახად ცდილობს, რომ ბევრი უცხოელი ფეხბურთელი ჩამოიყვანოს. შესაბამისად, ამით აამაღლოს გუნდის დონე, იმიტომ რომ ნუ ფინანსურად ახლა ყველაზე ძლიერი გუნდი გაგრა საქართველოში არ არის. შესაბამისად, აი ამ ლეგიონერების ხარჯზე ცდილობს. ბრაზილიელები დაცვაში ძალიან ახლოს ვართ და ისე ფიზიკურად კარგად გამოიყურებიან და ნახოთ პრინციპში დარწმუნებულია რომ გაგრა ესე მარტივად დამარცხებას არ შეეგუება, თან დიდი დროა წინ სათამაშო და ნახოთ მოკლედ როგორ გაგრძელდება მატჩი. მატჩის მე-18 წუთზე იბერიას გამოაკლდა ალბათ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და
ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი გიორგი მაკარიძე დაიტრაუმა, მოკლედ, როგორც თვითონ თქვა, ახლა გავიგეთ და არასწორად დავეციო და თონიკე მეგრელიშვილს მოუწია თამაში ჩართო. ეს სასახად ახლა ცუდი სიახლეა იბერიასთვის, იმიტომ რომ პირველი მეკარე თან პირველ ტაიმში იძულებითი შეცვლა, ეს ყველაფერი ბუნებრივია ემატება. ისე მოვლენებით ესე უკვე დატვირთული თამაშია რა. ხო. ეგ ფაქტია. გოლი ვნახეთ, მეკარის შეცვლა ვნახეთ და ნუ საინტერესოდ მიდის თამაში. თითქოს პირველი გოლის შემდეგ გაგრა ცოტა ცდილობს რომ გადავიდეს, მაგრამ იბერია საპასუხოდ ცდილობს იმას, რომ მაღალი პრესინგით შეავიწროოს და გუგან ერგაძის სიტყვები გვესმის, რომ მაქსიმალურად მიპრესეთ, მაქსიმალურად ახლოს იყავით, რომ აი ეს გათამაშების შესაძლებლობა არ მივცეთ მოწინააღმდეგე გუნდს. ისე გაგრაზე რეზი, რაც ზოგადად როცა კლუბი გაგრა მახსენდება, უეჭველი მახსენდება თონიკე ოქრიაშვილი. იმიტომ რომ ოქრის პირველი და ბოლო გუნდი არის გაგრა. დაიწყო პროფესიონალური კარიერა გაგრაში და ბოლოსაც თუ გახსოვს, გაგრაში ითამაშა და წითელი ბარათი სკანდალურად დაემშვა. ბოლო თამაში იყო ეგ. მას შემდეგ სხვა შორის ეხლა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ისეთ ფორმაში ვარო, განვიხილავ დაბრუნებასო და მე მგონი თონიკე ოქრიაშვილის მსგავსი ფეხბურთელები თუ დაბრუნდებიან საქართველოს ჩემპიონატისთვის, ნამდვილად კარგი იქნება. პირველი ტაიმის ბოლოს გაგრამ მოახერხა მატჩის უკვე დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს ანგარიში. და გაიტანა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შვილმა, დავით მუჯირმა, საკმაოდ კარგი გოლი სხვათა შორის და მას გემახსოვრებათ, არ გამორიცხავ რომ ბექამ საერთოდ ჩასვას ეგ გოლი. წინა სეზონის ბოლო ტურში სკორპიონი, ეგრეთ წოდებული, რასაც უწოდოთ ფეხბურთის გულშემატკივრები, მაგ გოლს ეგ გაუტანა იბერიას. იბერია არის მისი საყვარელი მეტოქე. ერთ-ერთი საყვარელი მეტოქე ნამდვილად არის იბერია მისი. მოკლედ, თან ის გოლი დაასახელეს გასული სეზონის საუკეთესო გოლად. იმიტომ რომ მართლა შედევრი იყო. იშვიათად ნახავთ ეგეთ გოლს საერთოდ ფეხბურთში. კი ბატონო, მე რეზი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ წინა თამაშებიდან გასვავით, რასაც დავესწარით, აქ უკეთესი ტემპიც არის და რაღაცა უფრო შესაძლებელია წაიკითხო თამაში. იბერიასგან მე პირადად ხედავ იმას, რომ გუნდი 4-2-4 სქემით თამაშობს, ანუ ფლანგებზე ყავს ეს ბედოშვილი და ღუდუშაური, კაფე ყავს ძირითად შემადგენლობაში და პლუს ფორვარდი მეუბნებოდი წეღა, რომ ყველა ორთაბრძოლა მოიგო და შენად გამოიყურება. პრესინგს იწყებს, მცველიდან გადადის მეკარეზე და მე მეკარეს უწევს ფლანგზე ტანაბურთის და ნუ გაგრას უწევს გრძელი პასებით ამოვიდნენ. მაგრამ ნუ რაღაც ვერ ვიტყვი რომ როცა გრძელი პასებით ამოდენ, იქ რაღაც ბურთს ვერ იგდებენ. ხალხი, ნუ რაღაცეებს შექმნა გაგრამაც ამის გამო. მაგრამ იბერიის პრესინგი საინტერესოდ გამოიყურება. კი, ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება, თან წვნელი ძალიან ჩართულია ამ პროცესში და რაღაცა თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებს ხედავ რა და ეგ ქსიამოვნებს, მოკლედ რო ვთქვა და აი ჩვენ ნახეთ ხელით ჩაწოდებული გრძელი აუტი, რაც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ნაწილია ასევე. მოკლედ პირველი ტაიმი ნელ-ნელა სრულდება. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ დაალაიქოს ეს ვიდეო, გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი, იმისთვის რომ უფრო მეტ თამაშზე მოახერხოთ დასწრება, უფრო მეტად პოპულარული გავხალოთ ასე ვთქვა ჩვენ ჩემპიონატი და ვნახოთ გოლები. კარგი ის არის რომ დღეს უკვე 2 გოლი ვნახე და მთელი მეორე ტაიმი პრინციპში წინ არის და რაღაცა გული მიგზნობს რომ უფრო მეტ გოლსაც ვნახე. მეტ გოლს ნამდვილად ველოდებ. დავიწყეთ რეზი მეორე ტაიმი. პრინციპში იმის თქმა შეიძლება რომ ისე დაიწყო. გაგრა თანახმა იმაზე რომ მეორე ნომრად თამაშოს, დაელოდოს მის შანსებს და ეს ავტომატურად ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ იბერია ისევ პირველ ნომრად, ისევ მაღალი პრესინგის ხაზით, თუმცა ჯერჯერობით რაღაცა რეალური მომენტი მეორე ტაიმში არ გვინახავს, თუმცა ჩაწოდებებიდან ცდილობენ რაღაც შანსების შექმნას, მაგრამ ნუ იმკლავდება გაგრას დაცვა ჯერჯერობით ამ ჩაწოდებებს. ხო, ნუ მე-7 წუთია, პრინციპში უნდა ვთქვათ ის, რომ თამაში უხეშია. ამიტომ ესეთ მაღალ ტემპში შეიძლება პენალტი, სახიფათო ჯარიმა თავისუფლად შეიძლება გამოვიდეს და მოკლედ სტანდარტებს დიდი მნიშვნელობა ექნება. სხვათა შორის მათე ცინცაძეზე უნდა ვთქვათ, რომელიც საკმაოდ კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა, გაგრას კაპიტანია. მე მახსოვს მათე ფოთელია
დაახლოებით ერთი თაობისანი ვართ, შეიძლება ერთი წლით არის ჩემზე უფროსი და საკმაოდ ახალგაზრდული ასაკიდან თვალს ვადევნებდი მის კარიერას. მათე იყო ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ნახევარმცველი, პრინციპში სამწუხაროდ მისი კარიერა ისე არ წავიდა, როგორც პირველ რიგში მას სურდა, თუმცა აი ეხლა ვხედავთ, რომ გაგრას ლიდერია, ასე ვთქვათ, და ძირითად შემთხვევაში თამაშის ტემპს სწორედ ის აკონტროლებს და აი სიტყვი არა, ხო იცი, კაპიტანი რომ ბევრს უნდა ლაპარაკობდეს, ამასაც ვამჩნევ. სხვათა შორის რაც ამ ორ გუნდს აერთიანებს არის საბა მამაცაშვილი. ქართული იბერიას აღზრდილი. ხო, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს საბა იმახსოვრებათ პირველ რიგში იქიდან რომ 30 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე იყო, საბა უნივერსალი ფეხბურთელია, მარცხენა მცველადად შეუძლია თამაში, ცოტა წინაჩეულია, სწრაფია, ძალიან ლამაზი გოლები გააქვს და ნუ ამ ორ გუნდს მოკლედ გაერთიანებს, რომ იბერიას აღზრდილია. გაგრასს თამაშები და იბერიაშიც. ხო, კი ბატონო, შესაბამისად ისე მარცხენა მცველზე გამახსენდა ეხა რომ პირველ ტაიმში დაგვავიწყდა მაგას, რომ წინა თამაშიც არ იყო. ანუ ტრავმა აქვს, როგორც გავიგეთ. კი, ტრიბუნაზე შევნიშნეთ, რომ არის ჯინჯოლავა, თუმცა ტრავმა აქვს და ვერ თამაშობს, რაც იწვევს იმას პრინციპში, რომ მარცხენა მცველად იბერია ათამაშებს მარჯვენა მცველს. ქობულაძე იდეაში მარჯვენა მცველია, უბრალოდ ჯინჯოლავას ტრავმიდან გამომდინარე უწევს, რომ მარცხენა მცველად ითამაშოს, იგივე იყო წინა თამაშიც. დინამო თბილისთან თამაშს, რომელსაც დავესწარი და ეგ-ბლოკი ჩვენს YouTube-ზე შეგიძლიათ რომ ნახოთ. კვლავ გეტყვით და შეგახსენებთ იმას, რომ ვიდეო უნდა დაალაიქოთ, უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და სხვა სოციალურ პლატფორმებზე სურვილის სამეფო შეგიძლიათ რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე მათ შორის. იბერიას აქტიურობას მოყვა ის, რომ კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ. ამჯერად ზუსტი იყო ჩაწოდება. და 2-1. ხო, ორი რაღაც უნდა ვთქვათ. ეს პირველი ის, რომ ცვლილება გამოიცნო, როგორც ვამბობთ ხოლმე და შეცვალზე შემოსულმა გურამ გოშელიანმა მოახერხა გოლის გატანა და მეორე რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ არის მე-10 ნომრის ნაჭყებიას ძალიან მაგარი სოლო რეიდი, სამი კაცი მოატყუა, გადაიტანა მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფლანგზე და შემდეგ კარგ ჩაწოდებას მოყვა თაური გოლი. სხვა შორის რამდენიმე წუთით ადრე სამაგისურება გააკეთა გუგან ერგაძემ. თავარი იყო ის აი 4 ფორვარდი, რომელიც პირველ ტაიმში ვახსენეთ, ერთ-ერთი მოიხსნა, ბედოშვილიც გავიდა, ღუდუშაურიც გავიდა და ცენტრალურ ნახევარმცველი დაემატა, ანუ დადიანი, რომელიც იდეაში ძირითად შემადგენლობის წევრია იბერიაში, ის შემოვიდა, ანუ ცენტრი გაამაგრათ. მოკლედ იბერია იგებს. ხო, აი თამაშის დასაწყისში რა ვთქვით, მინიმუმ 3 გოლი ვნახოთ და 3 უკვე არის. და მეტი შეიძლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ იბერიას ფანებმა ეხლა რომ აი წითელი ლამაზი კვამლი გაუშვეს, ბექა ამ კადრებს აუცილებლად გადაადებს ჩვენს ხმას და ნუ მოკლედ მშვენიერი თამაში მიდის, რაც თავარია, ღია თამაშთან ვხედავთ გოლებს. და მოკლედ ის აი გრიზლი რომ ამბობდა ხოლმე რომ ჩვენი ბრალია მე მგონი გოლები რო არ გადასა. ყველა მოხსნილია. პირველი მძიმე ხისტი პირველი ტაიმი იყო დატვირთული, ცოტა აქტიური, მეორე ტაიმი შედარებით ინიციატივა წაიღო იბერიამ და თქვენ ჩაჯექით და ეს პირველი და მეორე ტაიმ შორის აგასხელება იყო თქვენი განმსახედი. ხო, ნუ პირველ რიგში რთული თამაში იყო ძალიან. პირველი ტაიმი თვლი რომ თანაბარი თამაში იყო, მომენტები ჩვენ შექმენი და იბერიასაც ჰქონდა. მეორე ტაიმში ნუ ჩავჯექით, ვეცადეთ უკნიდან მეორე ნომრად თამაში. ერთი მომენტი შექმნეს, გოლი გაიტანეს და მოგვიგეს თამაში. ვფიქრობ, რომ ფრეს ვიმსახურებდით და რეალური შედეგი იყო. ისე ეს თამაში ძალიან გავდა წინა სეზონის ბოლო თამაშს.
უბრალოდ იგივენაირად დაიწყო. საჩემპიონო თამაში. ჯიმა გაათანაბრა და შემდეგ რეზულტატი იგივე მივიდა. აი მაგურ თამაშს შორის რა განსხვავებაა? ხო, უნდა ვისწავლოთ. წინა თამაშიდან უნდა ვისწავლოთ ის, რომ ესეთი თამაშები არ უნდა წავაგოთ, რამე თუმცა ეს გუნდი როცა არ გჯობნის გარდა იმისა, რომ ბურთი აქვს და მომენტებში ვერ გიქნის, ესეთი თამაშები არ უნდა წავაგოთ. მათე გუნდი ასე თქვა სეზონისთვის როგორ მოემზადა და შეთამაშება ხო არ აკლია ამ ეტაპზე იმისთვის რომ უფრო ამ პერფორმანსი უკეთესი იყოს და თურქეთში გავიარეთ ზბორი, კარგი შეკრება იყო. ამხანაგური თამაშები ვითამაშეთ 5-6. ნაყოფიერად გავიარეთ ეს ზბორი და ალბათ ნელ-ნელა შევთამაშდებით რა 5 თამაში გავიდა. ნელ-ნელა თამაშიდან თამაშამდე ალბათ მოუმატებთ რა. შემდეგ თამაშის ხარისხიც უკეთესი იყო, გაუმჯობეს და უფრო მეტად კონცენტრირებული ყავით გუნდზე და ბევრი მომენტი შეგექმნა, აი რა შეიცვალა ამ პერიოდში. რა შეიცვალა, რომ ალბათ ის რომ მოგეხსენება ძალიან ბევრი ახალწეული ყავს გუნდში და ყველას რაღაცა დრო ჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვანი ჩვენი წევრი გახდეს და ჩემი აზრით ეს დროის ამბავია და შემდეგ თამაშებზე კიდე უფრო გამოჩნდება რა ძალის გუნდი ვართ და რისთვის ვიბრძოლებთ ესე რომ ეს თამაში ძალიან გავდა სეზონის თქვენ დასკვნით საჩემპიონო თამაში, დაახლოებით იგივე სცენარით განვითარდა იქაც. გაათანაბრა გაგრამ, შემდეგ თქვენ გაყვეთ წინა შესაბამისად აღნიშნეთ ჩემპიონობა. აი იმ მატჩთან გამომდინარე რამდენად იყო მსგავსება და თქვენი მუხტი და мотиваცია ზოგადად როგორია იმურგანზე. ის თამაში საერთოდ სხვა თამაში იყო და მთელი სეზონის გადამწყვეტი მომენტი იყო და სხვა განწყობა იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენთვის არ იყოს თუ დღეს რაღაცა მსგავსება დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ყველა თამაში ფინალის ტოლფასი იქნება და არ ვიცი რა დასახულ მიზნებს უნდა მივახციოთ რაც წელს გვაქვს. პირველ ტაიმს ახლა ხისტი გამოვიდა, ძალისმიერი, ჯარიმა იყო და მეორეში თქვენ იბერიას მიყავდა თამაშის ცენტრი, კონტროლი, აი რა განსხვავება იყო გუნდის გადმოსახედიდან, გასახდელიდან გამოსვლის შემდეგ პირველ და მეორე ტაიმს შორის. ჩემი აზრით დიდი განსხვავება არ იყო და რაც გარედან ჩანდა პირველ ტაიმსაც რო უყურებდი, ბიჭებს ეთყობოდათ რომ დამუხტულები იყვნენ და საბრძოლველად იყვნენ გამოსულები და ნუ ვიცოდით რა რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ეს ჩვენთვის და საწყისი უნდა იყოს ჩვენი მომდევნო გამარჯვებების ეს დღევანდელი დღე. ვესმის რომ მძიმე სტარტია, ზოგადად ჩემპიონატი ძალიან მძიმე დაიწყო, თქვენი მძიმე დაიწყეთ. აი ადაპტაცია როგორ ხდება თქვენთან გუნდში, რომ პირველი თამაში გამარჯვებით, შემდეგ იყო მძიმე დაპირისპირება დინამოსთან, ტორპედოსთან, აი ამის გარდატეხვას გუნდში როგორ ახერხებთ? იცით რა არის შეკრების მერე პირველივე 3 თამაში ჩვენ მქონდა ჩემი აზრით უშუალო კონკურენტებთან და გამორჩეულ გუნდებთან პირველი 3 თამაში. ამ პროცესში რამოდენიმე თამაში გადაგვედო ერთი უამინდობის გამო და ესე რო ვთქვათ ეს გრაფიკში ვერ ჩავდექით ისე რომ აი ერთი ამოსუნთქვით ჩავატაროთ ეს თამაშები რა და ჩემი აზრით ეხლა ის თვია და ის მომენტია როცა ეს თამაშები ესე მიყრელია 4 დღეში ერთხელ და ჩემი აზრით გამარჯვებების დრო. დაახლოებით ჯოკრის სტატუსი ვითხარ, რომ შესვლა შემოყვედი, გაიტანე. ანუ ეგ რამდენად დიდი мотиваციაა და თქვა გუნდის ეს მომენტზე როგორ მოყვედებს შენი შემოსვლა და მე ყოველთვის ვიწყებ თუ შემოვდივარ ვცდილობ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო ეს ჯოკრის სტატუსით დღეს გამოვიდა იმედია შემდეგ თამაში დავიწყე და ჯოკერი აღარ ვიქნა. დავასრულეთ რეზი მეხუთე ტურის მატჩი ვილოცავთ იბერიას გამარჯვებას და მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ იმ თამაშები ნარაზეც ვიყავით საუკეთესო. კი, უდა საუკეთესო იყო, რაღაც საინტერესო ელემენტებიც ჰქონდა ტაქტიკური, სანახაობრივიც, გოლებიც გავიდა. გულშემატკივარიც ყოფილი დარჩებოდა, ვინც სტადიონზე უყურა ამ თამაშს და მეტნაკლებად, ამ სტადიონის ფონზე საკმაოდ იყო ხალხიც. კი ბატონო. ამინდი მოშეუწყალბათ ხელი, კარგი ამინდი გამოვიდა. გავაჩნდა ბოლოსკენ, მაგრამ და იმედია ჩვენი ხმა ეხა ნორმალურად ისმის, იმიტომ რომ მართლა ბოლოს უკვე ქარი იყო. ნუ ფეხბურთელების კომენტარები ნახეთ, პრინციპში ეგ ყველაზე საინტერესოა. იბერიასთვის მე მგონი დადებით და დაისახა განსაკუთრებით იბერიაზე, აი სანაკრებო პაუზა რა. თითქოს უფრო შეთამაშებულია გუნდი. ხო, თუნდაც ალბათ რო გქონდა რომ უკვე რაღაც სათამაშო ელემენტები ვეცე დაემუშავებინა. კი ბატონო. და დიდ თამაშზე რო იქნებით მომდევნო. ხო, მანამდე აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რაც ძალიან გვჭირდება და შემდეგ ტური მოკლედ დიდი ხანია გეგმავთ, როდის გავიდეთ თბილისიდან და რეგიონში დავესწრო და მოკლედ ქუთაისში ვიქნებით სამშაბათს ტორპედო დინამო თბილისი, რაც მე მგონი ცალსახად ყველაზე დიდი თამაშია საქართველოში სახელით, ასე ვთქვათ და იმედი მაქვს, რომ მეტი გულშემატკივარი იქნება, იმედი მაქვს, რომ ბევრ ქუთაისელ გულშემატკივარს ჩავწერთ, შეიძლება თბილისელსაც, თუმცა მოდი აქვე კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ დრო მთლად ხელსაყრელი არ არის, სამშაბათს 9 საათზე მოკლედ ვიქნებით რამაზ შენგელია სახელობის სტადიონზე და გულშემატკივრებს პირველ რიგში ქუთაისელ გულშემატკივარს ხო რომ მოვიდნენ სტადიონზე, ჩვენს თუ გნახავენ და 1-2 სიტყვის თქმა მოუნდებათ ჩვენ იმ მაყურებლისთვის
ღია ვართ, მოკლედ, დაახლოებით 8 საათიდან ვიქნებით სტადიონზე და რა ვიცი, უკეთეს თამაშის იმედით ბუნებრივია, თუმცა ამ თამაშით მე პირადად რაღაც დონეზე ვარ კმაყოფილი, იმიტომ რაღაც პროგრესი იყო. ეროვნული ლიგა აშკარად ხურდება და უფრო საინტერესო ხდება. კი ბატონო, პარალელურად ისე ქუთაისმაც მოიგო. ძალიან უხგოლიანი ტური გამოგვივიდა ამ პარასკევ დღეს. დავემშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს, მადლობა იმისთვის, რომ გვიყურეთ, ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. დროებით.